დაკავებულია მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელს ორი ბრალდება წაუყენეს. ესენია უკანონო შემოსავლების ლეგალიზება და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა. ყოფილი რწმუნებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე დაკითხვის შემდეგ აიყვანეს. ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში ჩოჩელს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ ჩაჩუა ჩაგორთობა ახლა პირდაპირ ეთერში საგამოძიებო უწყების მიმდებარე ტერიტორიიდან. ნოდარ, უფრო კონკრეტულად რა საქმეებზე ედავებიან ყოფილ გუბერნატორს? ცეზარ ჩოჩელის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს სპეციალური ბრიფინგით საღამოს 8 საათისთვის ოფიციალურად დაადასტურეს უკვე რაც შეეხება ბრალდება და ის გარემოებები, რომლის შეხედებადაც დაკავებულია მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი არის შემდეგნაირი. დასახელებულია კონკრეტული კომპანია New Energy, რომელთანაც ცეზარ ჩოჩელი შედიოდა დანაშაულებრივ გარიგებაში და შესაბამისად ყოველგვარი პირების დაკმაყოფილების გარეშე კომპანია New Energy ცეზარ ჩოჩელის ლობირებით იგებდა სახელმწიფოს მიერ მოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას და სწორედ აფორმებდა საკმაოდ ძვირადღირებულ ხელშეკრულებებს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. შესაბამისად კი კომპანიისგან ცეზარ ჩოჩელი იღებდა უკანონო შემოსავლების სახით ეგრეთ წოდებულ საჩუქრებს. მაგალითისთვის მოხსენიებულია ასეთი 61,000 ლარის ღირებულების ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნის მასალები, რომელიც ცეზარ ჩოჩელმა კომპანია New Energy თურქეთიდან შეუკვეთა, ხოლო აღნიშნული მასალები კი დაამონტაჟა მისი ცოლის კუთვნილ ეზოში. გამოძიებით დადგინდა, რომ ცეზარ ჩოჩელი გუბერნატორად მუშაობის პერიოდში უკანონოდ მონაწილეობდა შპს New Energy საქმიანობაში. კერძოდ იგი მფარველობას უწევდა შპს-ს და ხელს უწყობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებაში. აღნიშნული საქმიანობის სანაცვლოდ უკანონოდ ღებულობდა დიდი ოდენობით შემოსავლებს და ფულის გათეთრების გზით აძლევდა კანონიერ სახეს. 2010 წლის ზაფხულში ცეზარ ჩოჩელის მოთხოვნის საფუძველზე შპს New Energy ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნების მოსაწყობა თურქეთიდან ჩამოიტანა 61,845 ლარის ღირებულების საჭირო ინვენტარი და თბილისში სოფელ დიღომში ცეზარ ჩოჩელის მეუღლის სვეტლანა ჩოჩელის საცხოვრებელი სახლის ეზოში დაამონტაჟა. არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების მსვლელობის პერიოდში კიდევ რამდენიმე ეპიზოდი გამოიკვეთა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის წინააღმდეგ. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ თავად ცეზარ ჩოჩელი წლების განმავლობაში პრეზიდენტის წინებულის პოსტს იკავებდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მაშინ ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ხშირად საუბრობდნენ ცეზარ ჩოჩელის ბიზნეს ინტერესებზე, კერძოდ მაშინ მოიხსენიებოდა კომპანია ბერტა, ასევე კომპანია ბარაბო და კომპანია ზედაზედი, თუმცა ოფიციალურად საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით ამ კომპანიის 100%-იანი, ზოგჯერ 80%-იანი წილის მფლობელი წილის მფლობელად ფიქსირდებოდა ცეზარ ჩოჩელის ვაჟიშვილი იაგო ჩოჩელი. ცეზარ ჩოჩელმა თანამდებობა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა და ამის ოფიციალურ მიზეზად დაასახელა საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა. ცეზარ ჩოჩელი ასევე რამდენიმე კვირის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიხსენია ქართულ ბანკის გაკოტრების სქემაშიც, მაშინ როცა ცეზარ ჩოჩელის მიერ მფარველობის ქვეშ მყოფი კომპანიები ქართულ ბანკიდან იღებდნენ კრედიტის სახით სესხს, ხოლო იმისთვის რომ ქართულ ბანკი გაკოტრებულიყო შემდეგ ამ სესხის გადახდაზე უარსამობდნენ. ეს არის ის მცირე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაკეთებულა შეფასებები თავად ცეზარ ჩოჩელის ადვოკატის მიერ, ასევე არ არის ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია ცნობილი იმასთან დაკავშირებით, თუ სად იმყოფება ამ წუთებში მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი. გმადლობთ, ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა ცეზარ ჩოჩელის დაკავების შესახებ პირდაპირ ეთერში.